რა გაგახარებთ ივლისის თვეში? მოდით ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მაშ ასე მოდი უწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი. მე ივლისის თვეს დავარქმევდი ყოფილების ცვენას. გინდათ, არ გინდათ, მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობა წარსულში ჩაბრუნდებით თქვენი განცდებით, გადაწყვეტილებებით და არჩევანით. დაიბრუნოთ თუ არა, აც უკვე წარსულში დარჩენილი ადამიანი. ემოციური ზრდა შესაძლებლობების ფონზე ასევე გაიზრდება, რაც ცვლილებებს გიქადით და განსაკუთრებით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გაქვთ ბევრს. ენერგია და мотиваცია კულმინაციას მიაღწევს. იბწყინებთ, რასაც ქვია. სადაც არ უნდა წახვიდეთ. ქორწილებია ბევრი, წვეულებები, დაბადების დღეები, ყველგან ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. ისე იბწყინებს თქვენი თვალები, ენერგია მაგნიტივით მიიზიდავს საპირისპირო სქესს, ქალი ხართ თუ მამაკაცი, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ახალი საწყისებისა და მიზნების დასახვის საუკეთესო პერიოდია. შინაგანი ჰარმონიის მოპოვება, ეჭვებისა და კომპლექსების უკან დახევა, განდევნა მოხდება. რაც ასევე არის ნახეთ როგორი რაღაც. აი ვინც მორცხვები ხართ, განთავისუფლდებით იმ ჩარჩოებისგან, რაც საკუთარ თავს სიმორცხვით დაუწესეთ. დავამატოთ საქმიანი და სასიყვარულო კუთხით შესანიშნავი ფონი გაქვთ. ახალი შენაძენი ასევე დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზას ხსნის. მარტოხელები ისეთ მაგარ პარტნიორულ ურთიერთობას წამოიწყებთ, რასაც ნამდვილად ექნება განვითარება და პერსპექტივა. უამრავი ბეჭედი თუ ოფიციალური მხარე წამოიწევს ქორწინების მხრივ. აღარაფერს ვამბობ ორსულობასა თუ მშობლობაზე. აქაც კარგი სიტუაცია. აი ვინც მაგალითად მშობლები ხართ, შეხედეთ აქ რა ხდება. ვისაც შვილები გყავთ, თქვენთანაც არის მათი მეშვეობით სიამაყის განცდა. გამოცდები ჩააბარეს მაგალითად, სასწავლებელში მოხვდნენ მაგალითად, თუ უბრალოდ რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეს, მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ უბრალოდ იამაყოთ საკუთარი თავით ის, რაც მათ აღზრდაში ჩადეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო პერიოდი შესანიშნავი თვეა თითქმის ყველასთვის გამონაკლისების გარეშე. ეს ის მომენტია, როცა გამონაკლისები მართლა არ არსებობს, იმიტომ რომ ყველასთან რაღაც თემა მნიშვნელოვნად წამოიწევს. ვიღაცასთან ფინანსები, ვიღაცასთან პირადი, ვიღაცასთან კარიერა, ვიღაცასთან ჯანმრთელობა, ვიღაცასთან შვილები და ასე შემდეგ, მაგრამ უკლებლივ ყველასთვის არის დადებითი ენერგიის მატარებელი ეს თვე. და მე რა დამჩენია თუ არა ის, რომ წარმატებები გისურვოთ ყველას. პირადი კითხვები WhatsApp-ზე მომწერეთ 557 16 73 53, ოღონდ ნომერი ეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.